ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის ფონზე გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში დაღუპულ გმირს სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორის მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმაც მიაგეს პატივი. მდინარე ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას. ის დაიღუპა საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში. მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენ ხალხს მე უსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას შორეულ ავღანეთში. მინდა მიუსამძიმრო პირველ რიგში მის ოჯახს და ახლობლებს და ასევე მიუსამძიმრო მთელს ქვეყანას. საქართველოს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არ დაივიწყებს. სიტყვები ნამდვილად ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახალგაზრდა ბიჭის დანაკარგის გამო ვგრძნობ. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში. გასულ კვირას ამ ადგილას იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელსაც სურდა ამერიკელი ხალხის სახელით მადლიერება გამოეხატა ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც იბრძვიან საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მართლაც დღეს ვხედავ თუ რაოდენ დიდია ის ფასი, რასაც ისინი იხდიან ამ ბრძოლაში. გულითადად და ღრმა მწუხარებით ვუსამძიმლებთ სერჟანტ ბებიაშვილის ოჯახს დიდ დანაკარგს.